ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში ბაკურიანი 2025 თემაზე ვერცხლის საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია გაიმართა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტების საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს გადასცა. მონეტა ასევე გადაეცა 2010 წელს ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად გარდაცვლილ სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის და ტრამპლინიდან ხტომაში ვეტერანი სპორტსმენის კობა წაქაძის ოჯახებს. საკოლექციო მონეტა განთავსდება სპორტის მუზეუმშიც. მონეტების რეალიზაციის დაწყების ზუსტი თარიღი და პირობები ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფულის მუზეუმის პლატფორმაზე გამოქვეყნდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზეიმი ჩვენი ზამთრის სპორტის ისტორიაში, ევროპის ზამთრის ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალი, რომელიც იხსნება ხვალ. ჩვენ სპეციალურად შეზღუდული ტირაჟი 5000 მონეტა მოვჭერით იმისთვის, რომ უვტავყოთ ეს ღონისძიება და მქონდა ძალიან დიდი პატივი აქ, რომ ესე იგი გადამეცა ეს მონეტა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტისთვის, ასევე ჩვენი გამოჩენილი ბაკურიანელი სპორტსმენების ოჯახის წევრებისთვის, ბატონი კობა წაქაძის ოჯახის წევრებს და ტრაგიკულად გარდაცვლილი ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრებს. ჩემთვის დიდი პატივია ამ მონეტის ქონა, რომელიც გამოუშვა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. ვფიქრობ, ჩვენ გვყავს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენები ევროპის 45 ქვეყნიდან. ისინი ჩამოდიან აქ საქართველოში, რათა მიიღონ უნიკალური გამოცდილება მათ სპორტულ ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ორგანიზატორებმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს. რაც აქ მესმის, ყველა კმაყოფილია და ჩვენ წინ გველოდება ფანტასტიკური კონკურსის კვირეული. ეს ერთი დღით ადრე ძალიან კარგი ღონისძიება გაიმართა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. ძალიან კარგი თანამშრომლობის შედეგად საორგანიზაციო კომიტეტთან მოჭრა ძალიან ლამაზი უნიკალური მონეტა სპეციალურად ბაკურიანი 2025-თვის შექმნილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან ღირსეულ ადგილს დაიკავებს კოლექციონერთა შორის და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი იყო მონეტის ოფიციალური წარდგენის ცერემონია.